ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები მორიგ სხდომაზე შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს დღის წესრიგის პირველ თემად მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საბიუჯეტო ცვლილებები წარუდგინა. კორექტირების შედეგად, როგორც ია ჭუმბაძემ თქვა, მიმდინარე ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 52 მილიონ ლარზე მეტი გახდა. მუნიციპალიტეტის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში მორიგ ცვლილებას. საქართველოს მთავრობის 30 იანვრის 186 განკარგულებით სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებების აღროხვის მიზნით მუნიციპალიტეტს გამოეყო 1.8 მილიონი ლარი. გაიზარდა ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ასევე საგასავლო ნაწილი. გამოყოფილი თანხიდან 1.8 მილიონი ლარიდან დღეს მდგომარეობით გადანაწილებული იქნა 1.191 მილიონი ლარი მოსახლეობის დაზიანებული სახურავების, გზების და სამიაღვრე არხების აღმოსახვდელად. 2023 წლის 28 დეკემბრის 2004 განკარგულებით დასრულებული სამუშაოებიდან რესურსის სახით ბიუჯეტში აისახა 60.533 ლარი, რომელიც მიემართა ისევ სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის. საქართველოს მთავრობის 53 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 832.000 ლარიდან დღეს მდგომარეობით განაწილებულია 186.660 ლარი სოფლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მცირე მასშტაბიანი სამუშაოების შესასრულებლად. ვიცით რომ მოვიგა მუნიციპალიტეტმა გიზის დაფინანსებით მოიგო გრანტი 800.000 ლარი და ასევე მუნიციპალიტეტმა გამოყო თანადაფინანსება და დღეს მდგომარეობით დაიდო ხელშეკრულება ახალგაზრდული ჰაბის მშენებლობისათვის 1.329 ლარზე. საჭიროა 800.000 ლარი გამოყოფილი გრანტი აისახოს ბიუჯეტში. ბიუჯეტში გაუნაწილებელი სახსრები და დადებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ეკონომია სულ თავისუფალი თანხა გვაქვს 484.000 ლარი, რომელიც საჭიროა მიემართოს სხვადასხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მოვლა შენახვისათვის, მომსახურეობისათვის 180.000 ლარი. ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულში რატი ჩინჩალაძისა და რატი ჩინჩალაძის სახლიდან გელა ჩინჩალაძის სახლამდე გზის რეაბილიტაციისათვის 60.000 ლარი. ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობის დასარეგულირებელი და პარკირების ზონების განსასაზღვრად 30.000 ლარი. სოფლის მხარდაჭერი პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით გარე განათების მოწყობისათვის ტექპირობისათვის საჭიროა 25.000 ლარი. დეპუტატებმა ასევე მოისმინეს საკითხები მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილების, სოფლის პროგრამების განხორციელებისა და სხვა თემების შესახებ. დღეს გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, განხილული იყო 5 საკითხი, იყო 5-ვე იქნა დადებითად მიღებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის ცვლილება, რომელიც შევიდა 2024 წლის ბიუჯეტში შევიდა 24 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, ეს იყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამები, პროექტები, ასევე აქ იყო სოფლის პროგრამები, რომელიც მოსახლეობის ინიციატივით ხდება ხოლმე სოფლის კრებები და ამის შემდეგ პრიორიტეტებს ირჩევს თვითონ მოსახლეობა და ხდება ამ პროექტების განხორციელება, რომელიც დატენდერდება და უახლოეს მომავალში დაიწყებს სხვადასხვა სოფლებში ამ პროექტების განხორციელებას. მოგეხსენებათ, კანონი ითვალისწინებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უნდა იყოს აყვანილი და მერიის გადაწყვეტილებით ამატებენ ერთ შტატს, რომელიც გაუწევს კოორდინაციას არსებულ სამსახურს. კითხვები 9 აპრილის სახელობის სკვერში მიმდინარე მშენებლობის შესახებ ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში დაისვა. დეპუტატები მშენებლობის ნებართვისა და ლოკაციის შერჩევის თემებით დაინტერესდნენ. რა იკითხეს საკრებულოს წევრებმა და რა პასუხი გასცემათ აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირმა. ეს ახალგაზრდული ჰაბი თავიდან შემოვიდა რაღაც ცვლილებებით და უნდა გაკეთებულიყო მოსავლე ახალგაზრდობის სახლში და
მერე საკრებულოზე ეს საკითხი არ შემოსულა. ხოსორი ვარ, არ განხილულა ეს საკითხი. აბსოლუტურად საკრებულოზე არ განხილულა და რა თქმა უნდა მე მოვიკითხე ეს შეიძლება მაშინ განხილულიყო როცა მე არ ვიყავი, მაგრამ ვიცი დანამდვილებით რომ არ განხილულა ეს საკითხი საკრებულოზე. მისი უშუალო ფუნქცია რა იქნება და უბრალოდ ახლა სწორად გამიგეთ, ბევრი უცხოელი მინახავს იქ მემორიალის უკან კედელი რო გვაქვს, რომ უღებდა სურათებს და ეს ჩვენი ქვეყნის და ამ ქალაქის რა თქმა უნდა სავიზიტო ბარათია და როა ჩამოხარებულოდა ამ თამარ მეფეს და იმ აკაკი წერეთელს და ილია ჭავჭავაძეს ეს შენობა ვინ გადაწყვიტა, ან რეკრეაციული ზონა იყო, სკვერი იყო, რო შეცვლოდა სტატუსი საკრებულოზე უნდა ამოსულიყო. მე იმას კი არ ვამბობ, რაც კარგი შენობა აშენდება, პირიქით მივესალმები და კარგია, მაგრამ აუარებელი ადგილები ქონდა ხა. მაგალითს მოგიყვათ, აგერ ლიტერატურული კაფე გავაკეთეთ და არის მიკეტილი და არ ფუნქციონირებს და რატოა და როგორ არის, მაგ სხვა საკითხია და დავანებოთ. სხვა ადგილი არ შეირჩეოდა. მე ვთქვი, რომ ეს არის პერსონალურად გადაწყვეტილი, ამოგეტანათ აგერ გვემჟელა, შეიძლება უკეთესი ადგილი შერჩეულიყო და მივესალმებოდით ჩვენც ამ იმას. რატო გადაწყვეტა ასე ერთპიროვნულად, ვინ გადაწყვეტა? არ არის ერთპიროვნულად, ბატონ დავით და მოგახსენებთ. 2024 წელს ჩვენ საუბარი გქონდა უკვე გერმანიის განვითარების ფონდთან, GIZ-ის პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიცაც ჰქონდა 800.000 ლარიანი პროექტი, ანუ ის აფინანსებდა 800.000 ლარით მიმდინარე რემონტს, რაც შეეხება ახალგაზრდულ ჰაბს და ახალგაზრდულ ცენტრს, რომლის შესაბამისათაც შეირჩა ზესტაფონში ბიბილაშვილის ქუჩაზე მდებარე 6 ნომერში მდებარე მოსავლე ახალგაზრდობის სახლი. რაზედაც ჩვენს მიერ მოხდა შესაბამისად საპროექტო სახარშტაბო დოკუმენტაციის დამზადება და სხვათა შორის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და აღნიშნული პროექტი განხორციელდება. მხოლოდ GIZ-მა, გერმანიის განვითარების ფონდმა აწარმოა დამატებითი გეოლოგიური კვლევები და აღმოჩნდა, რომ შენობა როდესაც აშენდა ადრეულ წლებში, მე-20 საუკუნის დასაწყის ბოლოს, აღმოჩნდა, რომ პროექტი გათვლილი არის 7 ბალიან მიწისძვრასთან დაკავშირებით. მათ მოითხოვეს, რომ უნდა ყოფილიყო 8 ბალზე გათვლილი, აქედან გამომდინარე, თვითონ იკისრეს თავიანთ თავზე პროექტის შედგენას და მისი ღირებულების გადახდაც, აქედან გამომდინარე, თვითონ იყვნენ აქტიურად ჩართულები, შეირჩა დამატებითი ლოკაცია 8 ბალიანის ხარჯთა რიცხვ დამზადებულია თვითონ მის მიერ. ადგილის მონაწილეობაშიდაც, შერჩევაშიდაც, რა თქმა უნდა, თვითონ აქტიურად იყვნენ ჩართულები და ღებულობდნენ მონაწილეობას. შეირჩა ადგილიც, რომელიც მდებარეობს წერეთლის შემოსასვლელთან და არის სხვა ადგილზე წინააღმდეგი იყო ევროპელები, რომ აღშენებულიყო, მაგრამ ამ ადგილს აფინანსებდა? არა, რა იყო იცი, რამოდენიმე ლოკაცია იყო ჩვენს მიერ მიწადებული, რომელზედაც მათთან ერთად გავიარეთ ჩვენ ეს ლოკაციები და მათი მოთხოვნილება იყო. მათი მოთხოვნილება იყო, რომ ვინ მიაწოდა, რომ ერთ-ერთი ლოკაცია ეს ლაპარაკობ ბატონ დავით და მე მგონია ახსნე. მათი მოთხოვნილება იყო იმ არსებული ლოკაციებიდან, რომელიც ჩვენს მიერ იყო მითითებული, რამდენადაც იცით, რომ ქალაქში თითქმის ყველა ადგილი უკვე კერძო საკუთრებაშია გადასული და მუნიციპალიტეტს ძალიან მცირე ადგილები აქვს დარჩენილი. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო იქ ამის აშენება, რაზედაც ჩვენ 2025 წლის 1 იანვარს გალბატონი იაცაკ გზანდებოდა, შემოვიტანეთ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მივიღეთ მოწონებაც და შესაბამისად მოხდა აღნიშნული სკვერის მოხდება მთლიანად რეაბილიტაცია, პირველ რიგში აშენდება თავისთავად ახალგაზრდული ცენტრი, ჰაბი, ძალიან კარგი პროექტი არის წარმოდგენილი, როგორც გითხარით, პროექტი არის დონეების მიხედვით, რომლის მაქსიმალური
სიმაღლის ზოგ ადგილებში 17 სახსრებს. აღნიშნული პროექტის შესაბამისად გამოცხადებული იყო და საკმაოდ დიდხანს, იმიტომ რომ მთლიანად სახარშტაბის ღირებულება, მათ მიერ დამზადებულმა სახარშტაბის ღირებულებამ შეადგინა 1,359,000 ლარი, რომელიც ჩვენ საკრებულოზე ჰქონდა გამოტანილი. აქედან გამომდინარე, რამოდენიმე თვის განმავლობაში ეს იყო სატენდეროდ გამოცხადებული. მიიღო ერთ-ერთმა შეპესემ მონაწილეობა, უпростоრად სააქციო საზოგადოებამ, იმერეთმა ის გამოცხადდა გამარჯვებულად და დავიწყეთ აღნიშნული ცენტრის მშენებლობა. შესაბამისად მოხდება 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაციაც. ასე რომ კითხვები მე მგონი ამოწმეთ. არა მოწმობა, უბრალოდ გვაინტერესებს სამი ვაჩვენე. გერმანულ ხარის იმოს რა დაუწუნეს და თუ აუხსენეთ ეს რა მნიშვნელობის იყო ქალაქისთვის და ზოგადად ჩვენთვის არა მიგიღია ნამდვილად არ იყო საკრებულოზე შემოგვიყვება 2025 წლის პირველსავე საკრებულოზე ჩვენს მიერ იყო გამოტანილი, იმიტომ რომ ძალიან გვაჩქარებდა და ტერიტორია იყო მითითებული არა აღნიშნული შენობის აღნიშნული შენობის დასრულება უნდა მოხდეს 15 სექტემბრამდე. ამიტომ ვადები იყო შეჭიდროებული და ჩვენ პირველსავე საკრებულოს ხდომაზე გამოვიტანეთ. მაგრამ ბატონგელა ის ქრონოლოგია იყო ასაკი რეკრეაციული ზონა იურიდიულ საკითხებს თუ მიუძღვებით უნდა შეცვლოდა თავის სტატუსი და შესაბამისად გაგზავნილი იყო საბუთები რკინიგზის დეპარტამენტშიდანაც, რომ ვითხოვეთ რკინიგზიდანაც უარაფერ პრობლემა შეუქმნიდა, უარი რაიმე რკინიგზის კომუნიკაციები, ყველანაირი საბუთი არსებობს მაგასთან დაკავშირებით მერიაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაეცნოთ და ასე რომ ვთქვათ, ერთობლივი გადაწყვეტილებით არ ყოფილა მარტო GIZ-ის გადაწყვეტილება, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად მერიასთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს სამი ლოკაცია დაუშვათ საკრებულოზე და წარმოვიდა და თქვა გაგვეპარა იმ ტერიტორია და დანამდვილებით ვიცით რომ საკრებულოს ეგ არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. არა, სამივე ლოკაცია ვინ მიაწოდა, ვინ ქალაქის მერმა? საკრებულოზე ამოტანილი იქნა ის ლოკაცია, რომელზედაც საბოლოოდ შეთანხმდით. არ ყოფილა.